ძალიან ბევრს საუბრობდით, რომ საინფორმაციო სივრცეში უკრაინას საკმაოდ ისეთი წამყვანი როლი აქვს და იმარჯვებს საინფორმაციო კუთხით. ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეც არის და უკრაინა ისევ აგრძელებს ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადებას საინფორმაციო ველზე ბრძოლაში, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ 2022 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაინახა, რომ მისი იმიჯი არის საკმაოდ დაზიანებული, შეიზღუდა კრემლისტური პროპაგანდისტული მედიის წვდომა სხვადასხვა დასავლურ ქვეყნებში და ასე შემდეგ, 2023 წელს ის მოერგო ამ ახალ რეალობას და ძალიან გამრავალფეროვნა საკუთარი ტაქტიკები. და თუ პოლიტიკური კუთხით შევხედავთ ის ამბებიც, რაც თქვენ წეგან მიმოიხილეთ, მაგალითად გარკვეულწილად უკან დახევა ავდიივკაში, დასავლეთში კონგრესში, მაგალითად ამერიკაში არის შეფერხებული სამხედრო დახმარების გაგზავნა უკრაინისთვის. ხო, აი ეს რაღაცა შეშენელებული პროცესი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რუსეთის საინფორმაციო ველზეც არის გამარჯვება, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი არის ამ წუთას რუსეთის საინფორმაციო სივრცეში. კი ბატონო, თქვენ კვლევაში გამოკვეთილი გაქვთ, რომ რუსეთს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის მიმართ შემუშავებული აქვს ტაქტიკა საინფორმაციო ომის კუთხით. ნახსენები გაქვთ მათ შორის სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და საქართველოც. არის თუ არა განსხვავება და რა განსხვავებაა ამ ტაქტიკებს შორის? სამხრეთ კავკასიაში ჩვენ აი წინაზე მხოლოდ საქართველოზე ვსაუბრობდით და წელს უკვე ვისაუბრეთ, თქვათ, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვაზე და ძალიან საინტერესო იყო ეს დაკვირვება. ჩვენ უნდა განვასხვაოთ ორი რამ. ერთი არის, როდესაც რუსეთი პირდაპირ ერევა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და მეორე არის, როდესაც არსებული პოლიტიკური პრობლემები არის გამოყენებული რუსეთის მიერ. და აქ ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტობრივად ოთხივე ქვეყანაში, ანუ სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში არსებული პრობლემების გამოყენება ხდებოდა ორი მიზნით რუსეთისთვის. ერთი ის, რომ თვითონ უკრაინის მიმართ შენელებული იყო მხარდაჭერა და მეორე, რომ პირდაპირ თუ არაპირდაპირი გავლენები გაძლიერებულიყო რუსეთში. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რაც აი საერთო იყო თითქოს. ერთი ეს იყო ენერგო ბერკეტების გამოყენება, რაც ვიცით, რომ თქვათ ეს ენერგეტიკის პოლიტიკა არის რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი და ზეწოლის მექანიზმი სხვადასხვა ქვეყნისთვის და მეორე ეს იყო ომში ჩათრევის, ან ომის შიშის გაღვივების მომენტი. აი სომხეთში და საქართველოში ჩვენ დავინახეთ მსგავსი ტენდენცია, რომ როდესაც თქვათ ფაშინიანის წინააღმდეგ იყო გამოსვლები ერევანში, რუსული პროპაგანდა პირდაპირ მოუწოდებდა სომხეთის მოქალაქეებს, რომ მთავრობა გადაეგდოთ. და ასევე ამბობდნენ, აი ამას მოყვა ამ ნარატივს, რომ უკრაინის მოდელი ეს არის ომი, ეს არის მაიდანი, ეს არის არეულობა, გადატრიალება და ასე შემდეგ. ეს ნარატივი იყო საკმაოდ წამყვანი სტრატეგიული მესიჯი, მოდი ესე რომ ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლებისაც ბოლო 2 წლის მანძილზე. ანუ რა თქმა უნდა, თითოეულ ქვეყანაში ეს მორგებული არის ვიწროდ უკვე არსებულ საზოგადოებებზე, მაგრამ აი დიდი გზავნილი, რომ უკრაინის გზა ეს არის ომის გზა, თუ ჩვენ რუსეთს გავაღიზიანებთ, ეს არის ომში ჩათრევის შიშის გაღვივება, ეს იყო ძალიან ისე მკაფიოდ საერთო რაც შეგვიძლია დავინახოთ. და გაზს და ენერგეტიკას რაც შეეხება, მაგალითად ევროპის ქვეყნების მიმართ რუსეთმა შექმნა ძალიან ისეთი მსხვილმასშტაბიანი და ფართო საინფორმაციო კამპანია, რომელშიც ჩართული იყო ფეიქ აკაუნტები, საიტები და ასე შემდეგ, რომელიც ამბობდა, რომ აი რუსული გაზი არის ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის, რომ სანქციები შემცირდეს. და ამავდროულად ვნახეთ, რომ მაგალითად გაზპრომმა ნამდვილად შეაჩერა და შეამცირა გაზის მიწოდება მოლდოვასთვის და იქ უკვე რაც სოციოეკონომიკური, ვთქვათ, პრობლემები მოყვა ამ გადაწყვეტილებას, სანამ მოლდოვა დივერსიფიცირებას მოახდენდა, ხო, ამას აბრალებდა რუსული პროპაგანდა უკვე პროდასავლურ, პროევროპულ პრეზიდენტს და მთავრობას. ანუ აი ეს ორი დიდი წამყვანი თემა იყო, რაც თქვათ ჩვენს რეგიონში და ევროპაში შეგვიძლია მსგავსებებად დავინახოთ. საუბრისას თქვენ წეგან ახსენეთ, რომ ახლა ყველაზე ძლიერია რუსეთის საინფორმაციო ომი. დასავლეთი როგორ უნდა აღუდგეს წინ ამას, აი ამის შესახებაც რომ გავამახვილოთ რაღაც. დასავლეთში ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ის, რომ მას შემდეგ რაც ეს მედიები აიგრძალა, ვნახეთ, რომ სოციალური მედიის პლატფორმებზე შევიდა რუსული პროპაგანდა. ან რუსეთმა რო ნახა, რომ მაგალითად Russia Today, Sputnik არის აკრძალული და მათ შორის აი Twitter-ის მფლობელობების ცვლილებებით რო გავიხსენოთ და თქვათ პოლიტიკა როგორ შეიცვალა ელონ მასკის მოსვლის შემდეგ, ის თქვათ ლეიბლი რაც აქვს, თქვათ მინიშნება Twitter-ზე, რომ ეს არის პროპაგანდისტული მედია რუსეთის მთავრობის დაფინანსებული, აი ეს პოლიტიკა მოიხსნა მაგალითად. და ჩვენ ვნახეთ, რომ ვერიფიცირებული ონლაინ ადამიანები, რომლებიც თქვათ აქტიურად არიან და ავრცელებენ ინფორმაციას, ვერიფიცირებული ანგარიშები, რომლებიც წესით გადამოწმებულ ინფორმაციას უნდა ავრცელებდნენ, თავად ავრცელებდნენ რუსულ მესიჯებს და დეზინფორმაციას. ანუ ის, რომ მაგალითად გარკვეულწილად ბოლო წლის მანძილზე შეიცვალა
Twitter-ზე და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე პოლიტიკები ამან შესაძლებლობა მისცა რუსეთს, რომ დასავლეთის საზოგადოებებში უფრო მეტად შეჭრილიყო და თქვათ სამიზნეში ამოიღო. ამიტომ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ერთი არის თქვათ პოლიტიკის დონეზე რა გადაწყვეტილებები მიიღება, მივესალმები რა შეთუდეის და სპუტნიკის აკრძალვას, იმიტომ რომ ჩვენ ეს ორი პლატფორმა არც უნდა განვიხილოთ საერთოდ მედიად და ეს არის თქვათ ომის ფრონტის ერთ-ერთი მექანიზმი, მაგრამ მეორე არის უფრო წვრილად, თქვათ უფრო დაბალ დონეებზე როგორ ხდება შეღწევა რუსული მესიჯების და უფრო მეტად გვჭირდება, რომ სოციალური მედიის პლატფორმებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ თავად აი ამ პრობლემის მიმართ. და აი საინფორმაციო ომის პირობებში კრემლის არსენალში ყველაზე ძლიერი არსენალი რა არის, ასე ვთქვათ, დავუშვათ სოციალური ქსელები, იგივე თავისი შინაარსის თუ აი რა. ხო, აი რომ შევადაროთ, ხო, წინა წელთან შედარებით, უფრო აი როგორ თქვა, უფრო ჩახლართული, უფრო გართულებული იყო ეს ტაქტიკები, იმიტომ რომ თუ მაგალითად მანამდე რაღაც გარკვეული ნარატივი ვრცელდებოდა და ამ ნარატივთან შეგვიძლია დაპირისპირება, ვნახეთ რომ აი TikTok-ზე საკმაოდ ისეთი რთული საინფორმაციო ოპერაციები, ხო, მრავალმხრივი, Twitter-ი ვახსენეთ, ჰაკინგი, ხო, ანუ იგივე კიბერთავდასხმები, დოკუმენტების მოპარვა და მერე დოკუმენტების მაგალითად გაყალბება, ხო, ესეც ძალიან ცნობილი ტაქტიკა არის, თუმცა საკმაოდ ისე მასშტაბურად ვნახეთ ჩვენ 2023 წლის მანძილზე. ასევე მაგალითად ძალიან ცნობილი მედია საშუალებების ორეულების გაკეთება, ესეც ისეთი ცნობილი საინფორმაციო ოპერაცია იყო, რომელიც ევროპის ქვეყნები ამოიღო სამიზნეში, Guardian-ი, ვთქვათ, გერმანული მედიები, ფრანგული მედიები და ასე შემდეგ, რომ აი თითქოს კონდეს განცდა, რომ ეს რაღაც სანდო ინფორმაციას იღებ, მაგრამ რეალურად მათი სახელით ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება. ამიტომ ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, ძალიან მრავალფეროვანი, ფაქტობრივად ახალი არა, არც ნარატივების მხრივ და არც ტაქტიკების მხრივ, თუმცა ახალი ის იყო, რომ მრავალმხრივად იყო შეტევა სხვადასხვა პლატფორმების მხრიდან და გაერთიანება იყო რუსული ცნობილი საინფორმაციო ტაქტიკების. და ასევე თქვენი კვლევის შესახებაც მინდა გკითხოთ კიდევ ერთხელ, ეს კვლევა ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ვრცელი კვლევა იყო. რა პერიოდის განმავლობაში მუშაობდით ამ კვლევის შესახებ და კიდევ ერთხელ მოკლედ რომ გაგვაცნოთ, რა ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა ამ კვლევის ფარგლებში. ჩვენ ამ კვლევაზე მუშაობდით რამდენიმე თვის მანძილზე, სხვადასხვა რეგიონს მოიცავს, ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ევროპაზე და სამხრეთ კავკასიაზე, იმიტომ რომ უფრო აქტუალურია ჩვენი რეგიონისთვის, თუმცა ეს ფარავს აფრიკას, ფარავს ლათინურ ამერიკას, ევროპას კიდევ უფრო ფართო და დასავლეთ ევროპასაც. ჩვენ სხვადასხვა მკვლევარი გვყავს მსოფლიო მასშტაბით და ფაქტობრივად რამდენიმე თვის მანძილზე ესე ერთად ვისხედით და ვადარებდით რა ტაქტიკებით მოქმედებდა სხვადასხვა საზოგადოების მიმართ რუსეთი. ძირითადი მიგნება, ну რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის რომ უფრო მრავალფეროვანი გახადა რუსეთმა საკუთარი აქტივობები იმის გამო რომ ნახა რომ თქვათ მედიები გარკვეულწილად შეზღუდულია ევროპაში როგორც ვახსენეთ ეს იყო რაღაც სოციალური პლატფორმებისგან უფრო მეტად შეღწევა დასავლურ საზოგადოებებში სამხრეთ კავკასიაში ვნახეთ რომ თქვათ ადგილობრივი ხელისუფლებებიც შეიძლება იყოს თქვათ ის ძალა რომელიც ხელს უწყობს იმავე გზავნილების გავრცელებას აი ლათინურ ამერიკაში თქვათ აფრიკაში ვნახეთ რომ რუსული დიპლომატიური მისიები და მათ შორის Russia Today და Sputnik იმიტომ რომ იქ აკრძალულია არ არის და ეს ინდივიდუალური ჟურნალისტები და თქვა დიპლომატები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.